ქუთაისში გამარჯვების ქუჩის მაცხოვრებლები თურქული კომპანიის მიერ დაზიანებული გზის გამო პროტესტს გამოთქვამენ. მათი განმარტებით გაფუჭებული ტერიტორია რამდენჯერმე ავარიის მიზეზიც კი გახდა. აღნიშნული გზა დაახლოებით უკვე 6 თვეა, რაც ასეთ მდგომარეობაშია და სახიფათოა როგორც მანქანით, ისე ფეხით მოსიარულეთათვისაც. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა ცუდი გზის გამო ავტომობილი საპირისპირო მოძრაობის მხარეს გადასულა და ქვეითისთვის განკუთვნილი სავალი ბილიკი შეუზღუდავს. მოსახლეობა შესაბამისი სამსახურისგან დახმარებას დროულად ითხოვს. ცხოვრობს 100 მეტრში დაახლოებით და ყოველ დღე ხედავ რა სიტუაციაცაა და რა პრობლემები იქნება. ეს გადათხრილია სადღაც, 6 თვეზე მეტი იქნება. ირგვლივ ბევრ ადგილას იყო ეგრე, მაგრამ ყველგან ამოავსეს და აქ არის ერთადერთი ადგილი, რომელსაც არაფრით არ ავსებენ და ყოველდღიურად არის მინიმუმ საცობები. ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებზე რო არაფერი ვთქვათ, ერთხელ იყო აქედან როცა მანქანა მოდის, ცდილობს რომ აქ პატარა მონაკვეთი არ არის გადათხრილი და აქედან აუაროს. თუმცა როცა იქიდან მანქანა ხვდება, უკვე ერთმანეთის საპირისპიროდ ხვდებიან და ეს არის უკვე საავარიო წინაპირობას ქმნის. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც პატარა ბავშვი ლამის გაიტანეს იქ ტროტუარზე მოდიოდა, იმიტომ რომ მანქანას სხვა გზა არ ჰქონდა იმის გარდა, რომ ტროტუარზე შევარდნილიყო ტორმოზით რა, იმიტომ რომ იქიდან უკვე მანქანა ხვდებოდა. მერია საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ დაჯარიმებული არის ეს კომპანია, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს, როგორც ცნობილია, ვიღაცა SMK თურქული კომპანია, ასე ამბობენ და არ ვიცი, მარტო დაჯარიმებით მე მგონი არ ამოისება ეს და მე მგონი სხვა ხერხებსაც უნდა მიმართონ. ეგიო თურქებმა გააკეთეს და მიატოვეს და წევიდეს. არ არის საშიში, იქ მანქანა შეატორმოზებს, მოგვიძებს მეორე უკან. აგერ ვდგივარ, კარები არის ღია, გამორბის იქედან მანქანა, ისროლა აკრიშკით ამსისხო ქვა, დამეცა აგერ გულზე. ხო და ერთი მეტყვით რომ მომხედრო და всё, მყარ იქნა, ჩემი გულიდან ნაირეკლა ჩამტრი აგერ ესტეკო. რაღაცა უნდა გააკეთო 100%-იანი, არ ვიცი. რას მოიფიქრებენ და რას გააკეთებენ ერგოთ ან რაღაცათი ჩახერგონ გზა რომ შეგეძლოთ გადასვლა ისე რომ ძღოლ შეეშინოს ან იქიდან გადმოსვლა ან აქედან გადმოსვლა და პატარა ხანს მაინც შეკავდეს და გზავს არ შეეშინოს. საშინელი გადასასვლელია, აუტანელი გადასასვლელია იქედან. ადგილობრივ თვითმმართველობაში საფრთხის შეამცველ ტერიტორიასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ დაზიანებული გზის საფარის შესახებ მათთვის ცნობილია და ამ კონკრეტულ გზის მონაკვეთთან დაკავშირებით SMK-სთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. რომელიც ეხლაც დისკომფორტს უქმნის ჩვენსთან ამოქალაქეებს, მინდა ვაცნობა იქ არსებული მოსახლეობა, რომ ჩვენს მიერ აღნიშნულზე გარკვეული რეაგირება მომხდარი არის. ეს არის კონკრეტულად წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან კომპანია SMK-ს მიერ დაზიანებული გზის საფარი, რომელიც აღუდგენელია. ჩვენ მხოლოდ ის გაგვაჩნია, რომ გამოვიყენოთ გზის საფარის აღუდგენლობისთვის საჯარიმო სანქცია, მაგრამ სხვა ვალდებულება და შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, თუმცა ის მაქსიმალურად თვითმმართველობას გააჩნია, რომ მოუწოდოს კომპანიას, რომ შეასრულოს ვალდებულება და აღადგინოს გზა, ეს გაკეთებულია. ხშირად ქუთაისში ხვდება გარკვეული დაზიანებები გზის საფარის, მაგრამ მინდა ჩვენსთან ამოქალაქეებს უთხრათ, რომ ეს კონკრეტულად ხშირ შემთხვევებში და უმეტეს შემთხვევებში გამოწვეული არის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც წყლის კომპანია ახორციელებს, წყლის კომპანიის კონტრაქტორი SMK-ს, თურქული კომპანია SMK ახორციელებს. ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით გასულ 2018 წელს SMK ასევე მსგავსი გზის დაზიანებების შემთხვევებთან დაკავშირებით უკვე რამდენჯერმე დაჯარიმდა და სამომავლოდ ისინი მონიტორინგის პროცესს კვლავ გააგრძელებენ, რადგან ესაა ის ერთადერთი ბერკეტი, რისი გამოყენებაც ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია.